შაბათს მოგცემ და სამშაბათს საქართველოს დაგე რომ მიწერ. მე კი არ ჩამიწერო, მე შენი მოქალაქე ვარ, შენი ქვეყნის. ამ უცხოელ ჩაუწერე. ახლა მთავარი. შეიხის შვილებმა თქვენს რომ ჩვენ გვინდა თოვლი. სრიალი თოვლზე. ადგენენ კახა და გაუშვეს რუსეთში, ქაქა და იქნებოდა პრობლემები. ადგენენ და მე ჯერ თქვენთვის არ მიჩვენებია განახელთ თვალს რო არ დაუჯერებ ისეთ რამეს. ადგენენ და ხელოვნური თოვლისგან გააკეთეს ბაკურიანი. გუდაური 10ჯერ უკეთესი და მილიონჯერ უკეთესი მოტოციგებული. შიგნით რო შეხვალ ტირილს დაიწყებს სადვარო იტყვი. როგორ ეს მითხარით რა თუნდა მეტრო 500 მეტრის ქვეშ და მილიარდები რო ჩდება. საჰაერო მეტრო გააკეთე, ჩამოდი აგერ ნახე. და იგივე კაც გააკეთებია მეტრო, ხო? ორი როგორ არის? დღეს დუბაიში გამოაცხადეს, რომ მოდი ეს ბავშვები არ გაუშვათ სასწავლებლად სხვაგან. სათხილამურო სხვაგან, სანადირო სხვაგან. მოდი ჩვენ თვითონ შევქმნათ ჩვენ ქვეყანაში. ადგენენ ანი და მე თქვენ ჩვენ სტუდენტებთან ერთად გაგათვალიერებიებთ უმაღლეს სასწავლებელს. ყველაზე მაგარი უმაღლეს სასწავლებელი რომელია მსოფლიოში? აი ხუთეულში რო შედის. ჰარვარდი მაგალითად შეერთებულ შტატებში. ანალოგიური შეერთებული შტატების უნივერსიტეტების წარმომადგენლობები შემდეგ იხსნება დუბაიში. და შექმნეს განათლების ჰაბი, როგორც მე ვიცი, ხო? აი მე ხო ეს აგიხსენი გუში. ჰარვარდი, კემბრიჯი, ბოსტონი, ნებისმიერი უნივერსიტეტი კახა აგერ შექმნა იმ გაცმა. შენობა 100ჯერ უკეთესი, დისციპლინა 100ჯერ უკეთესი და ის პედაგოგები, ვინც ამერიკაში იყო, ყველა აქეთ გამოიყვანა და აგერ ასწავლიან. ახლა შენ რომ დაგჭირდეს მაგალითად განათლება მიიღო ამერიკაში, არ გინდა აგერ ჩამოდი მიიღე განათლება და წადი. მე არავის არ უსურვებ. სადმე განათლება მიიღო ჩვენმა ქართველებმა, იმ დონეზე უნდა იყოს სწავლა. ჯერ სკოლაში, მერე უმაღლეს სასწავლებელში არ ჭირდებოდეს იქნება სხვაგან წასვლა. თქვენ გაგიგიათ ჟიული შარტავა. სად ისწავლა? საზღვარგარეთ წავიდა? ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი იყო, ხო? ავიღოთ ზვიად გამსახურდია. სად ისწავლა? სადმე იყო წასული, არსად საქართველოში მიიღო განათლება. და ჩვენ რო დღეს ქართველები ვყავს, ჭკვიანები, ესეთი დედამიწის ზურგზე არ არის. მოდი ახლა ეს არის ცოტა მნიშვნელოვან თემებზე საუბრობთ, ხო? უყურეთ რა ხდება. 1000-მა რო ჩამოიაროს